გამარჯობათ, მე ვალიკა და მე ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა შევცვალოთ მაგალითად ამას ფერი, თუ როგორ უნდა აქ იყოს ფოტო და რავი რა, შევდივართ იმაში პარამეტრებში. როდესაც პარამეტრებში შევდივართ პერსონალიზაციაში და ფონი. რაც შეეხება ფონი, უეჭველი სურათი, რა თქმა უნდა, სლაიდი რა თქვინდა, ან მაგალითად წინა ფერი რა თქვინდა, ნუ რავი, შეიძლება თქვენ გახსოვდეს წინა ფერი და slideshows ან დადება თავს. კარგით, ანუ ასე არის და რომელი ფოტო თქვინდა, მაგალითად თქვინდა ეს ფოტო. თვითონ ამას დავაჭერთ და ნახეთ, აი თქვენი ფოტოს დაყენებულია. მაშინ კარგი, მე ხა ეს მინდა და ეს მინდა და მეყარა და ეს მინდა რა. აქ არის შევიდა მოზაიკა, ცენტრირება, დიაპაზონი, მორგება, გაწელვა და რავი რა, მაგრამ ირჩევნიათ რომ შევდივართ მისდევთ და ვაფშე ყველაფერს ასე შეავსებთ რა, ჯობია. კარგით, ფერებში შევიდეთ. ანუ ფერებში რაც შეეხება, აი ამას ხო ხედავთ, ნუ არის იმ წითელი, აი ამ ფერი, მაგალითად თუ დავაყენებთ ამას, იქნება ესეც აი ამ ფერი, მაგრამ მე ამინდა რომ დავაყენებთ წითელს. კარგი, შეკეტილი ეკრანი არაფერია, თემებში შევალთ, სამუშაო დაფის ხატვის პარამეტრები, მაგალითად შევალთ აქ. სანამ შევადავსტებთ. აი ნუ ასე გახსენეთ, მაგრამ ეს არაფერი ამ კარგის მიცემდა გამოვალთ. კურსორის პარამეტრები, შევალთ კურსორის პარამეტრებში. და ანუ კურსორი გახლავთ მაუსი, მე მაგალითად აი ამ ვერი მაუსი მინდა და ანუ ამას ყოველთვის იქნება დაყენებული ერთ წუთით. ეხლა და აი გახლავთ მაუსები ყველანაირი და მინდა მაგალითად ეს მაუსი და გახსნას მივცემთ. და გამოყენება და კარგი. და ასე დავაყენებთ ამ მაუსს. კარგი, მე მივცემთ დაწყება. და რავი, ანუ ეს ისეთი არაფერია და რავი რა. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, ძალიან გთხოვთ და ანუ დალაიქეთ, დაკომენტეთ და გამოიწერეთ არხი.